სააკაშვილის, ოქრუაშვილის და ალასანიას გუნდი გორში გამარჯვებაზე იმობს. ოპოზიციამ გეგმების სისრულეში მოიყვანა. საკრებულოს პირველი პირების უმრავლესობას უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად შეუწყდათ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი კი საკუთარი სურვილით გადადგა. ყველანი ვართ ძალიან სამწუხარო პროცესების და ბინძური პოლიტიკური თამაშის მომსწრე. არაფერი არ შეიძლება ეწოდოს ასეთი განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი და განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანებას, მათ შორის ჩვენი გუნდის მოღალატეების ხარჯზე. საზოგადოება მიცის ვინ არის ოსოფალიაშვილი და იცის ვინ არის ნინო ზურაბიშვილი და საზოგადოება მიცის რომელია მოღალატე. რა მოხდა სამთავრობო კულვარებში, რატომ გაემიჯნა საკრებულოში ოცნების სიით მოხვედრილი იოსებ ფალილაშვილი თანაგუნდელებს? მისმა ერთმა ხმამ გორში პოლიტიკური ამიდი შეცვალა. ეს არის ბრძოლა გორელების უკეთესი მომავლისთვის თუ მხოლოდ სკამებისთვის? როგორ შეელება პაპუნა კობერიძე თავმჯდომარის რბილ სკამს? საჭიროს მე შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის. სრული შემადგენლობით 8 წევრმა ხმა მისცა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას დაკავებულ თანამდებობიდან. გორს ეყოლება ძალიან ღირსეული თავმჯდომარე, გორის საკრებულოს ძალიან ღირსეული თავმჯდომარის მოადგილე და 4-5-ვე კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე ოქრუაშვილის გუნდიდან იქნება მოადგილე კი ალასანიას თანამებრძოლი. შეახვედრებენ თუ არა სკამს ნაციონალური მოძრაობის წევრ მინდია გოდერძიშვილს? ყველა კითხვა და ყველა პასუხი დღეს საღამოს 8-ზე დიას ეთერში კვირის რეალობა.